გამარჯობა ჩემო კარგებო, მოკლედ კოცებისთვის მაინდა-მაინც კაი ამბავი ვერ უნდა გაგაცნოთ. აი deep strategies to the trades რო არის რა ქვია რა, მთავარი მომამთავარი ტრამპი შვიდობის საბჭოში კავკასიის რეგიონში ყველა ქვეყანა შეიყვანა საქართველოს გარდა. ანუ შვიდობა რო დამყარდეს, ესე იგი ამერიკის კაგებით რა, სომხეთის მონაწილეობა აუცილებელია. აზერბაიჯანის მონაწილეობა აუცილებელია, მაგრამ თურქეთის მონაწილეობა აუცილებელია, მაგრამ არა რა, იქ სადაც ბიძინა ივანიშვილი ზის, ხო? აი იმ გარემოს ტრამპის ბიუროში თურმე არაფერი არ ეს საქმე. ალბათ ახლა ხვდებით რაშიც არის საქმე. ნინო წილოსანმა რო იმედები გამოთქვა, აი როგორ იმედები იცი, მე ვიმედოვნებო რომ დანაპირებს შეასრულებს ამერიკის პრეზიდენტი, ისეთი იმედები ქონდა, აი როგორც მაგალითად ვითომ მისი პრეზიდენტი იყოს რა, ტრამპი იყოს, ნინო წილოსანის პრეზიდენტი და არჩევნები ჩატარებული იყოს და ნინოია წილოსანს ჰქონდეს ხმა ჩაგდებული. შიგნით ტრამპის სასარგებლოდ რა, ისეთ რაღაცეებს ავლენს. ალუგი კურსის სულელებს, მაგრამ ეს ახლა ამ თემის ირგვლივ არა, უბრალოდ ვამბობ რა, ნინო წილოსანს რო გამოიყენებ შენი პოლიტიკური ინტერესების გასავრცელებლად, ანუ რომ შენ იყვირი ახლა ასეა საჭირო. ეგედან პასუხი როგორია, ხო? იმ კლუბში არა ვარ, სადაც უნდა ვიყო, რომ ელემენტარულად ვიღაცამ რაღაცაში ჩაგთვალოს, რომ დაგველაპარაკოს. ჩვენ კი არ დაგველაპარაკოთ. საერთოდ არ ცნობენ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ ჯგუფს, არც ერთ ანასხლეთს, არც ერთ შენაერთს და არ უყურებენ იმას, რომ რეგიონში, აი ჩვენს ქვეყანა ვართ რა. ქვეყანა, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესებისთვის ერაყში და ავღანეთში ბრძოლობდა და ზუსტად იმხელა კონტინგენტით იყო წარმოდგენილი, როგორც ამერიკა. თუ შევადარებთ ჩვენი მოსახლეობის რაოდენობას და ამერიკის მოსახლეობის რაოდენობას. საბერძნეთს 5 და 7 ჯარისკაცი ყავდა ერაყში გაშვებული და ჩვენ 1500 და 2000 და 2500 ასეთ კონტინგენტს უბერავდით იქ. და აგერ მშვიდობის კონტინგენტში არ მიგვიწვიეს. ეს ჩვენ ქვეყანას კი არ აზარალებს, ჩემო კარგებო. ეს მხოლოდ და მხოლოდ აზარალებს ბიძინა ივანიშვილს და იმ ჯგუფს, რომელშიც შედის კობახიძე, რომელშიც შედის პაპუაშვილი, განწირული ხროვა ესენი. უბრალოდ ამ შემთხვევისთვის და ამ მომენტისთვის ახლა არც ალიათ რა, აი ვინც დიდ პოლიტიკას აკეთებს, ბიძინა ივანიშვილს და მის ანასხლეტებს ელაპარაკო. როდესაც ეს ყველაფერი დალაგდება, ეს რუსულ-უკრაინული თემა დალაგდება, ამერიკა თავის ინტერესებს გაინაღდებს სხვა კონტინენტზე იქ გვერდზე რო ყავს ქვედა ამერიკაში. ეგრევე ბიძინა ივანიშვილი იყო და არა იყო რა იქნება. და აგერა ეს არის მაგალითი, რასაც უყურებთ ახლა რა. საერთოდ არ ელაპარაკებიან. და ლოგიკა როგორი იქნება, იცი? როგორ უნდა დაველაპარაკოთ მაგათ? როდესაც ქიმიურ ხსნარს ასხამენ მოქალაქეებს იმაში, რა ქვია, შუა ზამთარში. დაანებეთ თავი იმას, როგორია, რანაირია, რა იყო, რა დოზით იყო გაზავებული, ფაქტია, რომ გაზავებული ქონდათ იმაში რაღაცა. თუ მაინდა-მაინც არ წაყვეთ. ზამთარში კაც ასხამს წყალს და იმაში კიდე ქიმიას ურევ მაგის დედავატირე. ეს იქნება ლოგიკა, რაც დაღუპავს ბიძინა ივანიშვილის ბრჭყალებში მშვიდობა. სადაა კოცებო ახლა თქვენი მშვიდობა, მშვიდობისთვის რომ იმაშვებოდით, რა ქვია, იღწვოდით. და თუ მავიცი, იქ ვინც ახართ ისე მეორე მხრიდან რა, კინძები. ამ თემებზე რატო არ ლაპარაკობთ? ღიად.